ეხლა მე მივდივარ დაფისკენ და ერთი სანახაობა უნდა შევქმნა. სულ მინდა მის გაკეთება ჩემი ოჯახის ფარგლებშიც, მაგრამ რაღაცა არ გამომივით აქამდე და ეხლა ესე საყოველთაოდ გავაკეთებ. ბავშვს ყავს დედმამა. დედმამას ალგე ყავთ თავიანთი მშობლები, რა თქმა უნდა. ამ მშობლებსაც ხო ყავთ თავიანთი მშობლები, ანუ 1 2 3 4 ამათაც ყავთ დედიკოები და მამიკოები. მოკეთ გყავს ბავშვი, მისი მშობლები, მისი ბებია-ბაბუები და დიდი ბებია-ბაბუები. ესე ჩვენი ოჯახური ხე, ხო? ოჯახის ხე. მაგრამ როგორც წესი, აქ სრულდება ჩვენი ცნობიერება და ცოდნა იმისა თუ რა გენეტიკის მატარებლები ვართ, თუმცა რა თქმა უნდა, ბევრად უფრო სიღრმისეულად წინაპრებისგან მოგხვდებს ის გენი, რომელსაც ვატარებთ თითოეული ჩვენგანი. საით მიმყავს საუბარი თუ მიხვდით? სავარაუდოდ გენეტიკაზე. ნამდვილად. რა გენს ვატარებთ თითოეული რამდენსთან, რამდენი ვარიაცია გვაქვს? მართალი ხარ თიკა, ჩვენი გენები შედგება დნმ-ისგან. დნმ არის ჩვენს უჯრედის ბირთვში მოთავსებული, რომელიც ცოცხალი ორგანიზმის განვითარების და გამართულად ფუნქციონირებისათვის მნიშვნელოვან პროგრამას, ანუ გენეტიკურ მასალას ინახავს, ხო, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. და სწორედ ეს ჩვენი გენეტიკური ხე შეიძლება აი ასე გამოიყურებოდეს. აბა ახლოს მივალ. აი ეს არის დნმ-ები, რომლებიც აი აქედან მოვიდა ამ ბავშვთან, ხო? და კიდე უფრო სიღრმიდან იწყებს აწყობას ბავშვის გენეტიკური წარმოშობები. რა თქმა უნდა, გეთახმები ეს უსასრულობამდე მიდის და გრძელდება. ესე იგი მეშობა დიდი ბების, იმის ბების რაღაც გენს ვატარებთ, ხო? რა თქმა უნდა, აბა გენებს მემკვიდრეობით იქ ამინდა გითხრა რომ წყვილად ვიღებთ როგორც დედის მხრიდან, ისე მამის მხრიდან. ხშირად ეს გენები არასწორად ფორმირდება, ანუ გამრავლების პროცესში შეიძლება მათ სხვადასხვა მუტაციები განიცადონ და ეს ჩვენი გენეტიკური მასალა გადაეცემა შვილებს, ანუ შთამომავალს და შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა დაავადებების სახით, ეს მუტირებული გენი. ეგ არ მომწონს ამაში. გენეტიკური დარღვევების გადაცემა შეიძლება მოხდეს როგორც ფიზიოლოგიურ ჩასახვის დროს, ასევე ინვიტრო განაყოფიერების შემთხვევაში. საბედნიეროდ იხვეწება ყოველდღიურად მედიცინა და მემკვიდრული დაავადებების გადაცემის რისკის შემცირება არის უკვე შესაძლებელი. კი, ვიცი და ჩვენც გვისაუბრია, რომ ინვიტრო განაყოფიერების შემთხვევაში ეს გენეტიკური ტესტები კეთდება, ხო? ბავშვის გენეტიკური, ესე თქვა, წარმოშობა რო განისაზღვროს. მართალი ხარ თიკა და ზუსტად ამიტომ ინვიტრო განაყოფიერებამ ბოლო პერიოდში უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა. ეს გახლავთ პრეიმპლანტაციური გენეტიკური ტესტი, რომელიც ტარდება მაგალითად აი მაშინ, როდესაც წყვილს არ აქვს უშვილობის არანაირი პრობლემა, მაგრამ მათ იციან, რომ მათ ნათესავებს ჰქონდათ გენის ცვლილებებით გამოწვეული სხვადასხვა დარღვევები. ანუ იდეალურ მოსახლეობამდე მივალთ რაღაცა დროის შემდეგ ეს. აი მაგეთკენ მიდის ეს ყველაფერი. ემბრიონის პრეიმპლანტაციური გენეტიკური ტესტირება ეს არის ტესტირების მეთოდი, რომელიც ხდება იმის, რომ წინასწარ სანამ მოხდება ჩასახვა, ანუ იმპლანტაცია საშვილოსნოს ღრუში, მანამდე გამოირიცხოს გენეტიკური პათოლოგიები. და აღნიშნულიდან გამომდინარე, თუ გამოირიცხება, სწორედ ამის შემდეგ ხდება ემბრიონის იმპლანტაცია. როგორ ხდება ეს ყველაფერი? ძალიან საინტერესო და ასევე რა დაზღვევაა, ასე ვთქვათ, და არის თუ არა მხოლოდ ინვიტრო განაყოფიერების შემთხვევაში ეს შესაძლებელი. სწორედ ახლა გავარკვიოთ ჩვენი სტუმრისგან, ჩვენთან სტუმრად გახლავთ პათომორფოლოგი, ციტოლოგი, ემბრიოლოგი, ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრი GGRC-ის კლინიკური დირექტორი, პროფესორი ნინო მუსოლიძე. მოგზაურობთ ნინო. მოგესალმებით. მადლობა, ისეთი შორეული წარსულიდან მოვედი დღემდე და მომავალი კიდე წინა აქვს აი ამ საკითხს, რომელსაც ქვია რაღაცნაირად გაფილტრვა, ხო, გენეტიკური ხარვეზების, თუ შეიძლება ასე ითქვას. შეიძლება გაფილტრვა იყოს, შეიძლება პირიქით. ამ შემთხვევაში ეს გაფილტრვა ამ თაობების განმავლობაში მიმდინარეობდეს სხვა თაობებში და ამ თაობაში გამოვლინდეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ არასდროს არ ვიცით, რა გენის მატარებელი ვართ. თუ არ მოხდა ჩვენი გაშიფრვა გენეტიკური ჩვენი მასალის და რეალურად დღევანდელ დღეს შეგვიძლია ვიცოდეთ რა გენების მატარებლები ვართ. მოდით ვთქვათ ისიც, რომ ყველა დაავადებულ გენს ყავს ალელი, ასე ვთქვათ, ჯანმრთელი გენის, რომელიც ყოველთვის უფრო ძლიერია ვიდრე დაავადებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეიძლება ძალიან ბევრ დაავადებას ვატარებდეთ,
მაგრამ არ გამოვლინდეს ის ჩვენში როგორც დაავადება. მაგრამ თუ ჩვენი ეს ალელი დაავადებული შეხვდება ჩვენი შვილის ორგანიზმში, უკვე ჩვენი მეუღლის დაავადებულ ალელს, ანუ თუ მეც და მეუღლეც ვატარებთ ორივე რაღაც ალელს, ისინი ჩვენ შვილში გამოვლინდება როგორც დაავადება. არის ძალიან იშვიათი დაავადებები, რომლებიც შეჭიდულია სქესთან, მაგალითად, ქალი ხშირად ტარებელია, ყოველთვის ვამბობ, რომ ქალები უფრო ძლიერები ვართ, თქო, მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცი ითვლება, რომ გაცილებით ძლიერი სქესია, მაგრამ ჩვენ გვაქვს 2X ქრომოსომა, რომელიც პრაქტიკულად იმეორებს თავის თავში ამ ალელს. აქედან გამომდინარე, ხშირად ქალი შეიძლება იყოს ბევრი დაავადების მტარებელი, მაგრამ მასში ეს არ ვლინდებოდეს, მაგრამ აი ბიჭ-შვილებთან ხშირად ეს ვლინდება, რადგან მათ არ აქვთ მეორე X ქრომოსომა და აქედან გამომდინარე ძალიან ბევრი დაავადება არსებობს ქალებში მტარებლობა, ბიჭებში დაავადება. ინვიტრო განაყოფიერების შემთხვევაში ვიცი, რომ ტარდება გენეტიკური ტესტები. რა ხდება ბუნებრივი განაყოფიერების ნაწილში? არის თუ არა იქაც მიზანშეწონილი ან როგორ ხდება ფუნქციურად, ესეც გითხარით. ამერიკაში მაგალითად არც ერთი წყვილი, ვინც მიდის რეპროდუქტოლოგთან, არ რჩება ამ იმის გარეშე, რომ წყვილმა იცოდეს რა გენების მტარებლობა აქვს და თუ მათ აღმოაჩნდა ორივე გენი, მაშინ ტარდება აუცილებლად გენეტიკური სკრინინგი, მათი მეჩინგი და თუ მათ აქვთ ერთნაირი გენების მტარებლობა, ხშირ შემთხვევაში რეკომენდაციასაც უწევენ ხოლმე, რომ შეგიძლიათ ჩაიტაროთ დაუშვათ ინვიტრო განაყოფიერება, ან თუ მაგალითად უკვე ორსულია ქალი და მათ აღმოაჩნდათ ასეთი გენების მტარებლობა, ამ შემთხვევაში კეთდება ტესტირება იმ გენზე, რომელსაც ორივე ატარებს. ეს არ არის აუცილებელი, რომ აუცილებლად ბავშვთან გამოვლინდეს ეს ორივე გენი, იმიტომ რომ მამაკაცსაც ნახეთ, ინდივიდი, რომელიც იბადება, იქ გადაადგილებაც ხდება გენების, აქედან გამომდინარე, ყოველთვის ჩვენი კლონი არ არის. შეიძლება ძალიან გავდეს გარეგნულად მამას ან დედას, მაგრამ ძალიან ბევრი რამით ის განსხვავდება მისი მშობლებისგან. ანუ ეს ფორტუნასავით არის, ხო? იღბალივით არის, ხო? აი რაღაცა ზოგჯერ განაყოფიერების შემთხვევაში შეიძლება ჯანსაღი შეწყვილება მოხდეს და არის ალბათობა და ბევრი შვილის შემთხვევაში კიდევ უფრო იზრდება ეს ალბათობა, რომ აქ არის 1, 2 და 3 თაობა, ხო? 7 თაობის განმავლობაში წარმოიდგინეთ, რამდენი გენის მუტაცია არსებობს და ამ ადამიანებში გადაეცემა. სულ მცირე პროცენტიც რო იყოს, 10%-იც კი, ხო? ის შეიძლება 100%-ით გამოვლინდეს ბავშვთან. და პრაქტიკულად მოქცეს ის დაავადება, რომელიც არც კი ახსოვს მის თაობათა ცვლას, რომ ასეთი დაავადება მათ ოჯახში ყოფილა. აქედან გამომდინარე, აი ის ერები, რომლებიც შორს ყოველთვის ვამბობთ ხოლმე, რომ აი ეს გამრავლების დროს ყოველთვის ჯობია, რომ დაშორებული ტერიტორიები, რეგიონების ხო ამ დროს იწმინდება, ასე ვთქვათ, გენოტიპი. იქიდან გამომდინარე, რომ თუ ყოველთვის ერთ-ერთში ხდება აი ეს გამრავლების თემა, აქედან გამომდინარე ძალიან ბევრი დაავადების გამოვლინება უფრო ხშირად ხდება ხოლმე, იმიტომ რომ ის დაავადებები უკვე ანუ თაობათა შორის გამოვლინდება ხშირად და ცირკულირებს ძალიან ხშირად. შესაძლებელია განაყოფიერება მოხდეს და დაიბადოს აბსოლუტურად ჯანმრთელი ბავშვი, მაგრამ შესაძლებელია განაყოფიერება მოხდეს და დაიბადოს არაჯანმრთელი ბავშვი. ამის ალბათობა 50-50-ია, როცა ჩვენ მტარებლობა გვაქვს და არის ისეთი დაავადებები, რომლებიც შეიძლება მხოლოდ 25%-ში გადაეცეს, მაგრამ ნახეთ, ის 25% ხო ვიღაცისთვის 100-ია. შესაბამისად დაავადებას ვერაფერს ვერ უზავს, ჩვენ ეს მტარებლობა გაგვაჩნია. შესაბამისად ის რომ ინვიტრო განაყოფიერების დროსაც მოწმდება ყველაფერი, თქვენ ვერ შეძლებთ, რომ ყველაფერი შეამოწმოთ. ანუ ის მუტაციები, რომელზეც თქვენ ახლა საუბრობდით, ეს არის გენური მუტაციები, ანუ წერტილოვანი მუტაციები. და არის ქრომოსომული. აი ნახეთ, ქრომოსომა არის ის 23 წყვილი ქრომოსომა, რომელსაც ჩვენ ვატარებთ, ხო? დაუნის სინდრომი, პატაუს სინდრომი, მაგრამ ნახეთ, არის ის მუტაციები, რომელიც შეიძლება უბრალოდ ორივე მშობელს მტარებლობით ჰქონდეს და მე გადმომეცეს მათგან და მე უკვე დაავადებული ვიყო. მაგალითად, ძუძუს კიბო, BRCA1 და 2 გენი. ეს გენიც ასევე, ნახეთ, ვამბობთ, ეს ძალიან გენეტიკურია, როგორც ვიცი, ხო? ძალიან გენეტიკურია, როგორც ვამბობთ, რომ ბებიას, დედას, დეიდას, ვინმეს თუ ჰქონდა, შესაბამისად შეიძლება მეც ვიყო ამ გენის მტარებელი. ამის გამოკვლევაც შეიძლება აბსოლუტურად და სხვათა შორის, როდესაც ინვიტროს ვაკეთებთ,
არის პაციენტი, რომელიც ამბობს, რომ მე ჩემს გენეალოგიაში არის ეს გენი და მე მინდა რომ ჩემს შვილს ეს არ ქონდეს. როგორ იპოვით ამას? ვიპოვით ამას. როდესაც ვიცით რა გენს ვეძებთ, ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ეს გენი ვიპოვოთ. ამიტომ ნახეთ, ინფორმაცია ამ შემთხვევაშიც გაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არის დაავადებები, რომლებიც ძალიან იშვიათია და იშვიათად მოითხოვს პაციენტი მის გაშიფრვას, მაგრამ მან თუ იცის, რომ ეს დაავადება მის გენეალოგიაში არის, ის აუცილებლად მოითხოვს, რომ იცით რა, მოდი გავიკეთოთ ჩვენ ეს კვლევაც. და ეს არის დამატებითი, ნახეთ, PGT-A ესე ქვია ამ კვლევას, რომელიც კეთდება ქრომოსომულ დაზიანებებზე, მაგრამ თუ ჩვენ გვაინტერესებს კიდე გენური მუტაცია, მისი გამოკვლევაც შეგვიძლია. ამიტომ, ნახეთ, ჩვეულებრივ წერტილოვან მუტაციებს ვერ ვიკვლევთ ყველა პაციენტში ნამდვილად, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დავაზღვიოთ იმ ქრომოსომული დაავადებებისგან, რომელიც არის აი 22-23 დაავადება, რომელიც ძალიან აქტუალურია და რეალურად შეიძლება დასრულდეს ის დაავადებები, რომლებიც მაგალითად მე ვიცი, რომ ჩემს ოჯახში მაგალითად არის ჰემოფილია. რა არის ჰემოფილია? ჰემოფილია არის გენი, რომელიც გადაეცემა თაობებს, მაგრამ ეს არის ძალიან იშვიათი დაავადება, ეს არის გენთან შეჭიდული დაავადება, ანუ დედა მტარებელია, ბიჭ შვილში შეიძლება გამოვლინდეს. ძალიან ბევრი რამ არის, ამიტომ ეს იშვიათი დაავადებაა. ძირითად შემთხვევაში იციან თუ ყოლიათ ესეთი ჰემოფილიით მაგალითად დაავადებული და შესაბამისად გამოიკლებ. მაგრამ ეს არ არის დაავადება, რომელიც მაგალითად ნუსხაშია შეტანილი, რომ თუ ეს დაავადების მტარებელი ადამიანი, მისგან არ შეიძლება დაუშვათ რაიმე პროცედურა ჩატარდეს. უბრალოდ უნდა იცოდეს აუცილებლად პაციენტმა, რომ შესაძლებელია, მას აქვს ეს მტარებლობა, მაგრამ შესაძლებელია ეს დაავადება არასდროს არ გამოვლინდეს მისი 3, 5, 6 თაობის განმავლობაში. მაგრამ ნახეთ, როცა ინვიტრო განაყოფიერებას ვაკეთებთ, ამ შემთხვევაში ჩვენ გაცილებით უფრო მეტი კვერცხუჯრედი გვაქვს, გაცილებით უფრო მეტი ალბათობა იმისა, რომ ჩვენ მივიღოთ ჯანმრთელი ნაყოფი. მაგრამ როცა ქალი ბუნებრივად ცხოვრობს დაუშვათ სქესობრივად, ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთი ფოლიკული მწიფდება, ერთი კვერცხუჯრედი გვაქვს და ის განაყოფიერება ხდება სწორედ იმ სპერმატოზოიდით, რომელიც ბუნება ამუარჩევს ჩვენთვის, ხო? ჩვენ ამის ალბათობა არ გვაქვს რა არის და ყოველთვის შეგვიძლია ჩატარდეს ის ტესტირებები, რომელიც აუცილებელია ორსულისთვის. ეს ორსულთა პროგრამაში რეალურად შეტანილია და ყველა მიცის, რომ ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს და 35 და პლუსი პაციენტებში საქართველოში პრაქტიკულად უფასოა გენეტიკური სკრინინგი უკვე დედის. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ შეგვიძლია დავიცოთ ჩვენი თაობები ბუნებრივი განაყოფიერების დროსაც, რომ რაიმე პრობლემა არ განვითარდეს. და კიდევ ერთი არის ის აღსანიშნავი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ვსაუბრობთ მხოლოდ გენეტიკაზე, მარტო გენეტიკური პათოლოგია არ არის ორსულობაში. ემბრიონის განვითარების პათოლოგიები ძალიან ბევრნაირი არსებობს. შესაბამისად, ორსული, როცა თვლის, რომ არ უნდა მიმართოს ექიმს, არაუშავს, იქნება ისე როგორც არის, ხომ? აუცილებელია ის ულტრასონოგრაფიული კვლევები, აუცილებელია ყველა ის კვლევა, რომელიც ტარდება ორსულობაში, იმისთვის, რომ ჩვენ გავაჩინოთ ჯანმრთელი თაობა. ნინო, რამდენად არის შესაძლებელი და რა შემთხვევაში შეიძლება ჩაუტარდეს ემბრიონს სქესის კვლევა, ასე ვთქვა? ძალიან საინტერესო შეკითხვაა. სქესის კვლევა, როგორც 12 კვირამდე უკვე აკრძალულია სქესის დადგენა და თქმა იმისი ბიჭია თუ გოგო ნაყოფი, რეალურად აკრძალულია ჩვენს ქვეყანაში კანონმდებლობით. არ მოხდეს ამის გამო ხელოვნური სელექცია. და აბსოლუტურად ვეხმრობი ამ გადაწყვეტილებას. მეც აბსოლუტურად ვეხმრობი ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ ნახეთ, არსებობს დაავადებები, როგორც აღნიშნეთ, გენთან შეჭიდული. ანუ ის დაავადება, რომელიც ვლინდება მხოლოდ გოგონებში, მაგალითად, ან მხოლოდ ბიჭებში. შესაბამისად, როცა ასეთი დაავადებები არსებობს მშობლებთან, შეგვიძლია სრულად გავაკეთოთ სკრინინგი და სქესთან შეჭიდული დაავადებების დროს ჩვენ გადავუტანოთ მხოლოდ გოგო ან მხოლოდ ბიჭი, რაც ამ მშობლებისთვის იქნება მიზანშეწონილი. იმიტომ რომ რეალურად არის აი ეხლა მყავს ზუსტად წყვილი, რომელსაც პრაქტიკულად ბიჭები არის ყოველთვის დაავადებული. მისთვის აუცილებელია რომ იყოს გოგონა, იმისთვის რომ მან გააჩინოს ჯანმრთელი შვილი. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში ჩვენ აბსოლუტურად გზახსნილი გვაქვს იმისთვის, რომ დაიბადოს ჯანმრთელი თაობა, გადავიტანოთ სქესით გოგონა ან სქესით ბიჭი.
როცა ეს დაავადება მასთან არის. ამიტომ სქესის არჩევა შეიძლება იმ შემთხვევაში, როცა მშობლებს აქვთ გენეტიკური პათოლოგია, რომელიც სქესთან შეჭიდულია. ამბობენ რომ შვილის სქესი მომდინარეობს მამაკაცისგან? არის თუ არა ეს რეალურად ჭეშმარიტი ამბავი და ამბობენ რომ არიან მამაკაცები, რომელსაც მხოლოდ ერთი სქესის შვილი შეიძლება გაუჩნდეთ. ეს რამდენად რეალურია თუ ძალიან აბსურდული? არ არის აბსურდული, რეალურად მამაკაცები განაპირობებენ იმას, რომ ჩნდება გოგო თუ ბიჭი. ნახეთ, ქალს აქვს 2X-ი, დიახ. და მამაკაცს აქვს X-ი და Y, დიახ. ხო? ნახეთ, ჰაპლოიდური ნიშნავს, რომ ნახევარი, ხო? როდესაც ჩვენ გვაქვს კვერცხუჯრედი და განაყოფიერებისთვის ის არის მზად, ის შეიცავს 1X ქრომოსომას. დიახ. და ელოდება ვინ გაანაყოფიერებს? თუ Y ქრომოსომიანი სპერმატოზოიდი გაანაყოფიერებს, გამოვა ბიჭი. მაგრამ თუ X ქრომოსომიანი, გამოვა გოგო. შესაბამისად, როცა ამბობდნენ, რომ ვერ გამიჩინა ხო? ბიჭი, ავტორი ყოველთვის არის მამაკაცი. ხელწერა. შესაბამისად, ნამდვილად ასეა. აქედან გამომდინარე, მეც მყავს ისეთი პაციენტები, რომლებსაც ყოველთვის გამოსდის გოგო. იმიტომ, რაც არ უნდა სქესთან შეჭიდულ დაავადებებზე ვისაუბრობ, მე როცა ემბრიოლოგიაში ვქმნი დაუშვათ ემბრიონს და შემდგომ ვაკეთებ გენეტიკურ სკრინინგს, მე ნამდვილად ვიცი, ვინ არის გოგოა თუ ბიჭი. ეს გადარჩევის უფლება არ მაქვს, მაგრამ მე ხო ამას ვხედავ, რეალურად X ქრომოსომა მაქვს თუ Y, ანუ XY თუ მაქვს, არის ბიჭი. და სულ ერთი სქესის არის რო გამოსდით შვილები ეს ეს რომლებსაც 6 ან 7 ემბრიონი აქვს და ყველა გოგოა. აი უბრალოდ ესეთი გენეტიკური მასალა აქვს. მართლა? ანუ მართალი ყოფილა ეს მოსაზრებები, რომელიც მუსირებდა და მე გადავამოწმე ნინო მუსერიძესთან. თავარი არის, რომ ჩვენ ის გენეტიკური პათოლოგიები, რომლებსაც ვატარებთ, არ გადავცემთ თაობებს და ჩვენი ახალი თაობა იყოს გაცილებით უფრო ჯანმრთელი. ყველა ადამიანი არის ინდივიდი და როგორც მრავლდებოდით ალბათ, ისე უნდა გამრავლდეთ და მხოლოდ მან უნდა გაიკეთოს ინვიტრო განაყოფიერება, ვისი ჩვენებაც არის. და უბრალოდ იმიტომ, რომ გავაჩინოთ ან გოგო ან ბიჭი, არასოდეს არ უნდა გავაკეთოთ ინვიტრო განაყოფიერება. უბრალოდ იმიტომ, რომ მაგალითად არ გვინდა ორსულობა, არ უნდა ჩავიტაროთ სუროგაცია, იმიტომ რომ ორსულობაზე ბედნიერება არაფერი არ არის, როდესაც სუროგაცია მაგალითად არ გავიფუჭოთ ანი და ხო, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. ამაზე, ხო, წელის გარშემოწერილობით არის ზომება ჩვენი ადამიანობა და მე ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდი გრძნობა, დედობრივი გრძნობა, რომელიც ორსულობის დროს ძალიან კარგად იცი, გვეუფლება და ვფიქრობ, ამაზე დიდი ბედნიერება ქალს არ აქვს. ასეა. და ვფიქრობ, რომ ის რაც ბუნებამ დააწესა, ყველაფერი უნდა მოხდეს ბუნებრივად, უბრალოდ არსებობს ადამიანები, რომლებსაც სჭირდებათ ეს დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგია და მხოლოდ მათ, ვისაც აქვთ რეკომენდაცია და ვისაც სჭირდება ეს კურნალობის მეთოდი, მან უნდა ჩაიტაროს. გენთან შეჭიდული პათოლოგია ნიშნავს, რომ დაავადება განპირობებულია გენის ცვლილებით. იმიტომ რომ არსებობს რამოდენიმე ტიპის გენეტიკური დაავადება, ერთი რომელიც ქრომოსომების რაოდენობის ცვლილებით არის განპირობებული და ერთ-ერთი ტიპი გახლავთ სწორედ ანუ ქრომოსომაში მოთავსებულია გენები და გენის ცვლილებით, ანუ ეგრეთ წოდებული მუტაციით განპირობებული ცვლილებები. გენეტიკური დაავადება არის, როდესაც ჩვენ გვაქვს არასწორი რაოდენობა ქრომოსომის, ან რომელიღაც ქრომოსომაში არის მუტაცია. რა თქმა უნდა, გადაეცემა მშობლებისგან ნაყოფს. პირიქით ნაყოფიდან არ შეიძლება მშობელს გადასცეს ეს გენეტიკური ანომალია. აქედან გამომდინარე, ან ერთი მშობელი, ან მეორე მშობელი არის მატარებელი ამის თუ იმ დაავადების. ემბრიონის სქესის კვლევის შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, საქართველოში არსებობს. ეს განსაკუთრებით გვჭირდება ხოლმე ისეთი დაავადებების შემთხვევაში, რომელიც არის სქესთან შეჭიდული. ანუ ძირითადად ესეთი დაავადებებია საზოგადოებისთვის უფრო მეტად ცნობილი, მაგალითად ჰემოფილია, როდესაც დედა არის მტარებელი, მაგრამ ამ დაავადების გადაცემის რისკი არსებობს ვაჟისთვის. იმიტომ რომ ქალებს აქვს 2X ქრომოსომა, შესაბამისად ქალთან თუ 1X ქრომოსომაშია ლოკალიზებული გენი, ამქედან გამომდინარე ქალები არიან მტარებლები, მაგრამ როდესაც მის ვაჟთან
გადადის უკვე ერთ-ერთი X ქრომოსომა და განსაკუთრებით თუ გადადის, რა თქმა უნდა, მუტაციის შემცველი გენი, ანუ შეცვლილი გენი, ვაჟები იქნებიან, რა თქმა უნდა, უკვე დაავადებულები, იმიტომ რომ ვაჟებს აქვთ X და Y ქრომოსომა, ანუ მხოლოდ, ასე ვთქვათ, უალტერნატივოა ეს X-ი, აქედან გამომდინარე, სქესთან შეჭედული დაავადებების დიაგნოსტირებისთვის ემბრიონის კვლევა არის პირდაპირი ჩვენება. ზოგჯერ ორივე მშობელი არის ჯანმრთელი, მაგრამ ქალის ასაკიდან გამომდინარე შესაძლებელია, რომ ემბრიონის გაყოფის, უჯრედების გაყოფის დროს ემბრიონში იყოს არასწორი რაოდენობა ქრომოსომის, ან ზედმეტი, ან ნაკლებობა რომელიღაცა ქრომოსომის. ემბრიონში შეიძლება ინახოს ნებისმიერი ტიპის გენეტიკური დარღვევა, დღეისთვის თუ ჩვენება არ არის რანდომულად, ანუ ყოველგვარი, ასე ვთქვათ, ჩვენების გარეშე შეიძლება ჩატარდეს ქრომოსომული კვლევა. ქრომოსომული ცვლილებები ძალიან ხშირია ემბრიონში, ის განაპირობებს ორსულობის ადრეულ ვადაზე შეწყვეტას, ან წარუმატებელ ინვიტრო განაყოფიერების ციკლს, აქედან გამომდინარე ქრომოსომული კვლევის აზრი სწორედ ეს არის, რომ გაზარდოს ინვიტრო განაყოფიერების წარმატება შანსი. თუმცა, რა თქმა უნდა, მასაც გარკვეული ჩვენებები აქვს და ყველა პაციენტში მისი ჩატარების, ასე ვთქვათ, ჩვენება არ არსებობს. ეს ანომალიები იწვევს ორსულობის ადრეულ ვადაზე შეწყვეტას, ნაყოფის განვითარების შეფერხებას, საშვილოსნოში და განვითარების შეფერხებას და ახალშობილობის პერიოდში ვლინდება უკვე განვითარების მრავლობითი ანომალიით და შეიძლება იყოს სხვადასხვა ცვლილებებით გამოდენილი, მაგალითად განვითარების ეტაპების დაყოვნებით, ფიზიკური განვითარების შეფერხების, გონებრივი განვითარების შეფერხებით, ონკოლოგიური დარღვევებით და ასე შემდეგ. სხვადასხვა გენეტიკური პათოლოგიების დროს არსებობს სხვადასხვა გამოსავალი. არსებობს გენეტიკური პათოლოგიები, რომლის დროსაც აბსოლუტურად არის მამაკაცის უნაყოფობა, რომელსაც ვერაფერს ვერ შველით, ანუ ბევრი პათოლოგიები არის და კლაინფერტერის სინდრომის დროს არსებობს მოზაიციზმის შემთხვევა. ანუ ამ შემთხვევაში პაციენტთან მიდის ნორმალური სპერმატოგენეზის პროცესი და ბიოპსიის შედეგად, ანუ ასპირაციის შედეგად, სათესლე ჯირკვლიდან ამოღებული ბიოპსიის შედეგად ჩვენ იქ ვპოვლობთ სპერმატოზოიდებს, ზრდასრულ სპერმატოზოიდებს, რომლითაც ხდება შემდგომ მეუღლის კვერცხუჯრედის განაყოფიერება და ესე იქნება ემბრიონი. ეს არის ერთადერთი გამოსავალი გენეტიკური პათოლოგიებით გამოწვეული მამაკაცის უშვილობის პროცესში. ემბრიონის ბიოპსია, როდესაც ტარდება, რა თქმა უნდა, გამოცდილი ემბრიოლოგის მიერ მას საშიშროება ნაკლებად აქვს, ემბრიონზე ჩატარებულ კვლევებს უწოდებთ პრეიმპლანტაციურ გენეტიკურ კვლევებს. ის ძირითადად ტარდება ემბრიონალური განვითარების მეხუთე დღეს და ჩვენებას მისას წარმოადგენს ასაკი, 35 წელზე მეტი ასაკის ქალბატონი. 35 წელი ითვლება ესეთი ასაკის ზღვარი, როდესაც უკვე გენეტიკური ანომალიის ალბათობა არის უფრო მაღალი, ვიდრე 35 წლამდე. აქედან გამომდინარე, ჯობს, რომ ყველა ქალბატონი გაიკეთოს ეს გენეტიკური კვლევა ემბრიონზე. თუ იყო ანამნეზში ორსულობის განმეორებითი შეწყვეტა, თუ არსებობს დამძიმებული ოჯახური ანამნეზი რაიმე გენეტიკური დაავადებით, თუ გენეტიკური კვლევით გამოვლინდა, რომ ერთ-ერთ მშობელს აქვს რაიმე გენეტიკური ცვლილება, რომელიც შეიძლება კლინიკურად მასში არ ვლინდებოდეს, მაგრამ შთამომავლობაში შეიძლება არსებობდეს დაავადების განვითარების რისკი. ან თუ არსებობს მაგალითად რაიმე გენეტიკური ცვლილების მტარებელი ორივე მშობელი, ამ შემთხვევაში დაავადების გამოვლინების რისკი არის 25% დაახლოებით, თუმცა ეს 25%-ის არ ხდება ხოლმე ისე, რომ აუცილებლად სამი ჯანმრთელი შვილია და მეოთხე დაავადებული, რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის, რანდომულად ხდება გადანაწილება და აქედან გამომდინარე ესეც წარმოადგენს გენეტიკური კვლევის ჩვენებას. იმისთვის რომ შეფასდეს ყოლს აქვს თუ არა შთამომავლობაში რაიმე გენეტიკური დაავადების განვითარების რისკი, ეს ძალიან ბევრი წელი პრობლემას წარმოადგენდა მსოფლიოში და შესაბამისად დადგინდა უწოდებთ ესე პერიკონცეპტუალურ კვლევებს. ერთ-ერთი გახლავთ ქრომოსომული კვლევა, რომლითაც ვნახულობთ, ხომ არ არის რაიმე ისეთი ცვლილება წყვილიდან, რომელიც მასში არ ვლინდება, მაგრამ შეიძლება შთამომავლობის 50%-ში მოგცეს მაგალითად ორსულობის ადრეულ ვადაზე შეწყვეტა, განვითარების დარღვევების, სხვადასხვა გენეტიკური პრობლემების განვითარება და არსებობს კიდევ ეგრეთ წოდებული მტარებლობის სკრინინგი, როდესაც ყველაზე ხშირად გავრცელებული დაავადებები, მაგრამ აქ იგულისხმება მსოფლიოში ყველაზე ხშირად გავრცელებული დაავადებები, იქიდან გამომდინარე, რომ ხშირად არის შერეული ოჯახები, ჩვენ არ ვიცით ჩვენი წინაპრების ეთნიკური წარმომავლობა, აქედან გამომდინარე შეიქმნა ეგრეთ წოდებული პანეთნიკური პანელი, რომელიც მოიცავს ყველა იმ ხშირად
გავრცელებულ გენებს, რომელიც მთელ მსოფლიოში შეიძლება შეხვდეს ყველა ეთნიკურ ჯგუფში. აქედან გამომდინარე, როდესაც ტარდება ხოლმე მყარებლობის სკრინინგიც, იქაც შეიძლება გამოვლინდეს, რომ წყვილს ორივე შეიძლება ქონდეს ერთი გენის ცვლილება, ერთნაირი ან განსხვავებული, რომელიც რა თქმა უნდა შთამომავლობაში ამ გენით განპირობებული დაავადების განვითარების რისკს ზრდის. აქედან გამომდინარე, წყვილებისთვის, რომელიც გეგმავენ ორსულობას, მათთვის ეს ორი კვლევა არის რეკომენდებული. ნაწილი ტარდება ჩვენთან, ნაწილი იგზავნება პარტნიორ ლაბორატორიებში უცხოეთში. ბუნებრივი ორსულობის შემთხვევაში, იგივენაირად კეთდება გენეტიკური კვლევა, უბრალოდ უკვე სისხლს იღებენ ქალბატონისგან და მანამდე შეგვიძლია ეს რისკი გამოვრიცხოთ და სანამ გადავიტანთ ემბრიონს, გადავიტანთ გენეტიკურად ჯანმრთელი ემბრიონი. ძალიან დიდი მადლობა, საინტერესო იყო ნამდვილად საუბარი. მართლაც ყველასთვის არ არის, მაგრამ მათთვისაც სჭირდებათ თუნდაც შვილის ყოლისთვის და თუნდაც იმისთვის, რომ აი ეს რაღაც გენეტიკური ფაქტორები, რომელიც ახლავს მის წარმოშობას, ასე ვთქვათ, დატოვოს წარსულში და მომავალი თაობა იყოს გათავისუფლებული აი ამ რაღაც სხვადასხვა გენეტიკური განწყობით არსებული დაავადებებისგან, ამისთვის ნამდვილად არაჩვეულებრივად მუშაობს თანამედროვე მედიცინა და ძალიან ბევრ რაღაცისგან აზღვევს ადამიანს და ვისაც სჭირდება ნამდვილად უნდა გამოიყენოს. ძალიან საინტერესო იყო, ძალიან დიდი მადლობა.